მეგობრებო, ესეთი გაშლა უნდა გაიკეთოთ ახლა საერთოდ, არასაკურველია, საერთო გაშლა ყოველთვის, ყოველთვის არ რეზონირებს, მაგრამ შესაძლებელია რაღაც საჭირო ინფორმაცია მიიღოთ ხოლმე მაინც ჩემი ამ გაშლებიდან, რომელიც არ დაემთხოვა, შეგიძლიათ უბრალოდ ადგეთ, გადმოხვიდეთ ჩემგორზე და გადავლოთ სხვა გაშლებს თვალი. თუ თვლით, რომ თქვენი ტაროლოგი ვარ, არასაკურველია, ტაროლოგებსაც უნდა დააკვირდეთ ხოლმე, რამდენად თქვენია და რამდენად არა. ესე იგი, ვინ არის თქვენი პარტნიორი, რომ გავიგოთ თემა ვთქვი? თემა გვექნება ასეთი, ღირს თუ არა ლოდინი. უნდა დაელოდოთ, თუ უნდა გავუშვათ ეს პარტნიორი, მოდი ესე იყოს. დაელოდოთ, თუ უნდა გავუშვათ. ვინ არის თქვენი პარტნიორი, რომ მიხვდეთ რამდენად თქვენზეა ეს გაშლა. რა ენერგიებშია გავიგოთ, რომ უკეთესად მიხვდეთ თქვენზეა ეს გაშლა თუ არა. მეექვსე მაღალი არკანი ამოდის, მეოთხე მაღალი არკანი ამოდის, იმპერატორი. იმპერატორი შეიძლება იყოს თქვენი მეუღლეზე საუბარი, თქვენ ყოფილ მეუღლეზე საუბარი, ან ვინმეს მეუღლეზე, ან ვინმეს ყოფილ მეუღლეზე. ასევე არის იმპერატორი, მენეჯერის, უფროსის, წარმოების ხელმძღვანელის კარტი, ასევე არის ვერძები, როგორც წესი, იმპერატორები. აი ამ კატეგორიიდან, ესე ვთქვათ, იქნება სავარაუდოდ თქვენი პარტნიორის მდგომარეობა. ასევე შეიძლება წარმოადგენდეს ადამიანი ჰაერის სტიქიას, ჰაერის პრინცი არის წარმოდგენილი, ძალიან ეჭვიანი, ხისტი, ჰაერის სტიქიას წარმოადგენენ როგორც წესი ტყუპები, სასწორი და მერწყულის ნიშანი, შეიძლება წარმოადგენდეს ან ვერც რაღაც ნაწილისთვის საერთო გაშლაში გეტყვით, ან ჰაერის სტიქიას რაღაც ნაწილისთვის იქნება. მოკლედ, ცეცხლი და ჰაერი მძვინვარებს ამ გაშლაში იქნება ორი კატეგორია. ძალიან ეჭვიანი ხისტი და დაუნდობელი პიროვნება მიქრის მოკრის, როგორც წესი, არავისი არაფერი არ ჯერა, სანამ საკუთარი თვალით არ გადაამოწმებს და არ დაასტუკებს ადამიანს, სადაც რაღაცა ეჭვი აქვს და ეჭვები სულ აქვს პრინც ჰაერისას, მინდა გითხრათ, შესაძლებელია ადამიანს ყავს ღია ფერის მანქანა, ესეთი ღიასერი, თეთრი, ესეთ ფერებში, უფრო ღია ფერებში, მაგრამ საერთო გაშლაში ყველასთვის არ იქნება ესეც რასაკურველია. ადამიანი წარმოდგენილია, რომ არის თქვენი კარმული პარტნიორი, მეექვსე მაღალი არკანით ყველა ვარიანტში. ეს არის თქვენი მეუღლე თუ არა, უმეტესობისთვის შეიძლება მეუღლე ან ყოფილ მეუღლეზეა საუბარი. ამ გაშლაში ან ვიღაცის მეუღლე, რომელიც კარმულად შემოვიდა თქვენ ცხოვრებაში და რაღაცა თავისი დანიშნულებები აქვს, ასე ვთქვათ, რაღაცისთვის საჭირო იყო ეს ადამიანი კონკრეტულად იმ პერიოდში, როცა შემოვიდა თქვენ ცხოვრებაში და რაღაცისთვის თქვენ იყავით მის ცხოვრებაში საჭირო, როგორც მინიმუმ ვიძახი, იმიტომ რომ კარმული პიროვნება არ ნიშნავს აუცილებლად მეუღლეს, ეს არის წინა ცხოვრებაში ერთად მყოფი წყვილი, რომელიც რაღაცა ვალდებულებები ბოლომდე ვერ მიიყვანეს და ტესტირება და გამოცდები ვერ ჩააბარეს, ასე ვთქვათ, ერთმანეთის მიმართ რაღაცა დანაშაული აქვთ, რაღაცა შეცდომები აქვთ, რაღაცა ვერ გაიაზრეს წინა ცხოვრებაში და ახლაც აუცილებელი იყო მათი შეხვედრა იმისთვის, რომ ეს ერთგვარი ტესტირებები და კარმული პერიოდები გაევლოთ, გაეთავისებინათ, რა დააშავეს, რა არ დააშავეს და ეხლა როგორ უნდა იმოქმედონ ერთმანეთის მიმართებაში. ყველა ვარიანტში ერთმანეთისთვის მაღალი ძალებისგან იყავით მოვლენილი, შესახვედრად საჭირო იყო ასე, რაც არ უნდა ცუდი სიტუაცია და ცუდი მწარე კარმული გაკვეთილი გქონდეთ ერთმანეთის მიმართებაში. ახლა გულისხმობ, ეს იყო აუცილებელი, რომ შეხვედროდით ერთმანეთს. მერვე მაღალი არკანით დიდი ალბათობით გაშლაში არის მდგომარეობა, სადაც ფიზიკური კონტაქტი უკვე გქონდათ, ინტიმს გულისხმობ, დიდი ალბათობით, ან ძალიან დიდი მიზიდულობა მერვე მაღალი არკანით, ეს არის უძლიერესი სურვილი ადამიანის ფლობის, მისის სხეულის, მისის სულისაც, მოთვინიერება, ასე ვთქვათ, რომელიც პრინციპში თქვენ გამოგდით, როგორც ლომი აკავებთ, ათვინიერებთ და თქვენი შინაგანი ძალით პირველ რიგში, ეს არის შინაგანად უძლიერესი ადამიანი და ადამიანი, რომელსაც შეუძლია ლომიც კი მოათვინიეროს, ლომიც კი გააჩუმოს თავისი სიყვარულით, თავისი სითბოთით, თავისი მზრუნველობა იქნება თუ ბევრი რაღაცის მოთმენა და შინაგანი სიძლიერის გამოხატულება ამ ყველაფერს ერთად, ესე იგი, მიქსში აკეთებს და შეუძლია იმდენად ძლიერი პიროვნება. თუ ატყობთ, რომ ენერგეტიკა და
იდენტიფიკაცია ემთხვევა თქვენ პარტნიორისას, ასე იგი ვნახოთ მაშინ ამ პიროვნებას უნდა ელოდოთ თუ უნდა გაუშვათ თქვენი ცხოვრებიდან, რასაკვირველია ყველასთვის ყველა სიტყვა არ მოქმედებს საერთო გაშლაში, გავითვალისწინოთ ხოლმე, მაგრამ საჭირო ინფორმაციას ყველა ვარიანტში მიიღებთ თუ იდენტიფიკაცია ემთხვევა, ამიტომ ბოლომდე უყურეთ და ლაიკები თქვენი ენერგოცვლისთვის არ დაგეხაროთ. გამოწერილი, ვისაც არ აქვს ჩემი ეს გვერდი, რომელიც არის ერთადერთი, გამოიწერეთ აუცილებლად. უნდა დაელოდოთ თუ უნდა გაუშვათ. ადამიანი წასულია ახლა. ყველა ვარიანტში თქვენგან შებრუნებული და წასული არ ვიანთასით, აღარ მოუნდა ბევრ ლაილაის, ასე ვთქვათ, ბევრ რაღაცა ახსნებს, ბევრ რაღაცეების განმარტებებს და შებრუნდა და წავიდა თავის გზაზე. ვიანთასით ეს არის დატოვებული ემოციების კარტი, სადაც გულმძიმედ შებრუნდა ადამიანი და წავიდა. ამასაც ვიტყვი იოლი არ იყო მისთვის აი ეს შებრუნების მომენტი და წასვლა, ვისაც გონიათ რომ ძალიან იოლად მიგატოვათ, ვთქვათ. ეხლა არის ადამიანი მათხოვარი, ერთგვარი მათხოვარი არის კასტილებით. ხედავთ, ფეხი დაზიანებულია, კოჭლობს, მათხოვრობს, თავით ახვეული აქვს, ფინანსურად შეიძლება ძალიან კრიზისულ მდგომარეობაშია და ამასაც ჩვენებს ეს კარტი არ არის გამორიცხული, ასევე შეიძლება ერთგვარი მათხოვრის კარტი იყოს წარმოჩენილი, რომ ენერგეტიკულად მონატრებაშია თქვენთან მიმართებაში, აი წყვილი ჭირდება, დამხმარე ჭირდება, ვინც გაატანიებს, ასე ვთქვათ, აი ამ ცივ პერიოდს დაეხმარება, ერთგვარი დახმარების ხელი იქნება მისი, მაგრამ ამ შემთხვევაში რადგან თქვენზეა გაშლა, ეს არის კონკრეტულად თქვენი მონატრების კარტი, თქვენი გვერდზე ყოფნის სურვილი აქვს მას, რომ გვერდით ყავდეთ, მართალია მან იცის რომ შებრუნდა და წავიდა და ძალიან ცივი მეფესავით მოიქცა, რაღაცნაირად მისი შეგნებით არის ის მომენტი, რომ ასე იყო იმ მომენტისთვის საჭირო, კანონიერი ასე იყო, მისმა სინდისმა ასე უქნა, ამის სხვა გზას ვერ ხედავდა იმ მომენტისთვის, მოკლედ რო გითხრათ და სწორი ქმედება მისი იყო იმ მომენტისთვის ის რომ აი ესე შებრუნებულიყო და წასულიყო, რის გამოც ეხლა თავადვე პრინციპში ძალიან რთულად აქვს სიტუაცია და ვერ გეტყვით რომ უხარია და ბედნიერია იმითი რა შედეგიც მიიღო აი ამ შებრუნებით და წასვლით, მაგრამ კიდევ ვიმეორებ ადამიანი ამბობს რომ ეს იყო იმ მომენტისთვის ყველაზე სწორი გადაწყვეტილება და სინდისმა სხვა რაღაც ვერ გამაკეთებინა და არ გამაკეთებინა. რატო ფიქრობს ამას? არ ვიცი, შეიძლება ბავშვთან დაკავშირებით გაქვთ ზოგიერთებს რაღაცა ბავშვის თემატიკა არის და ბავშვის გამო შებრუნდა და წავიდა, რომ რაღაცა რთული მომენტს გაცლოდა, ან კონფლიქტს გაცლოდა, ან ბავშვისთვის ზედმეტი დეპრესიის მინიჭება, ასე ვთქვათ, ყოფილ მეუღლეზე თუ არის საუბარი, არ უნდოდა და განერიდა ბავშვის გამო, იქნება ნაწილი ასევე ის, რომ ადამიანი მიხვდა იმას, რომ ახალი ეტაპი უნდა დაწყებულიყო თქვენ ურთიერთობაში, თუ სხვის მეუღლეზეა საუბარი მაგალითად ამ ხალხისთვის, ანუ ახლიდან ახალ ეტაპზე უნდა გადასულიყო თქვენი ურთიერთობა, ახალი თავი დაწყებულიყო თქვენ ურთიერთობაში, რისი საშუალებაც, ასე ვთქვათ, ამ ადამიანს იმ მომენტისთვის არ ქონდა, ამიტომ ვერაფერს ვერ შემოგთავაზებდათ ისეც, რაც მას შეეძლო და სწორი გადაწყვეტილება იყო ის, რომ წასულიყო იმ მომენტისთვის და სინდისიერი მისი ქმედება, მისი სინდისიდან გამომდინარეობდა, რომ წასულიყო. კი, მაგრამ ეხლა უნდა დაელოდოს თუ არ უნდა დაელოდოს ამ ვიდეოს მაყურებელი ამ ადამიანს თუ უნდა გაუშვას მის ცხოვრებიდან. გითხარით, უნდა დაელოდოს თუ არა. ესე იგი, მაღალი არკანები ამოდის ისევ სამი კარტიდან, აი ესეთი 50-50-ია პრინციპში ამ გაშლის პასუხიც, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტაროლოგი ვერ პასუხობს კითხვაზე პასუხს, ნაწილი იქნება, რომ ყველა ვარიანტში ეს ადამიანი 7-იან მაღალი არკანით, რომელიც არის საჭე, თქვენთან მოვა და საჭე არის ძალიან სწრაფი კარტი და მალე შეგიძლიათ რომ ელოდოთ კიდევაც. ესე იგი, აი ამ აწონდაწონის მომენტს ერთგვარად გადაწყვეტავს, გადაწყვეტილება დღეს ესე რომ მქონდა და ხვალ ისე რომ ფიქრობდა და ვერ საქანელის რეჟიმში იყო, გადაწყვეტილებას მიიღებს მაღალი არკანი, მეათე მაღალი არკანი, ბედის ბორბალით, კიდევ ვიმეორებ, შორს თუ არის ტერიტორიულად დაბრუნდება, ელოდეთ მის მალე დაბრუნებას, რაღაც ნაწილისთვის იქნება რომ ბედის ბორბალი მიიყვანს სწორედ იმ გზამდე, რომ აი ამ აწონდაწონის
პასუხი და გადაწყვეტილება თავის თავთან გამოიტანოს და შემოbrunდება 180 გრადუსით ბედი და იღვალი თქვენსკენ სახით და ეს ადამიანი დაბრუნდება 50-50-ზე კარგი ამბებით.